ძველ თაობაში 6 და 2 გვაქვს, ახალში 3 და 5 ეკობუსტი. გადავედით ეს ეკოლოგიაზე, ზრუნვაზე და რაღაცებს და ეგ ჩვენ ავტოინდუსტრიას ცოტა უკან ხევს. მაგრამ სამაგროდ ხეები ამოდის. ეს ძრავი იმდენად ბოლომდეა გაწურული, რომ შეიძლება საბურავზე ხშირად ძრავი ცვალო. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოდელი ბევრად ჩქარია, 5 და 3-ში იღებს ას და ეს 7 წამში იღებს. წონებული ვარ, რომ რეპტორის მოყვარულებისთვის, ესე დიდი მანქანების მოყვარულებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ატმოსფერული დიდი მოცულობის ძრავი გედგეს, ვიდრე რაღაცა 1 წამით გააუმჯობესო 0-100. მაგრამ ამის უპირატესობა რაც არის, რომ ეს ძრავი მთლიანობაში მსუბუქია და პიკაპის პრობლემა რაც არის, წონის გადანაწილება, ბალანსი უფრო დაიცვეს ამით. ეს არის რკინა, ეს არის ალუმინი. მთლიანობაში 226 კილოთი მსუბუქი არის ეს მანქანა. ჩათვალე 1 ჰალკის ნაკლები არის ეს მანქანა.